სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინისათა. ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს აღვადგინოს ჩვენს მიცვალებულებთან ერთად მარადიული სიხარულისათვის. დღევანდელ სახარებაში თქვენ თუ დააკვირდებოდით, ესე იგი იმის შემდგომი მოვლენები აღწერილი მაცხოვარმა 5 პურით და 2 თევზით, რომ 5000 კაცი დააპურა. კაცი მარტო მამაკაცი იგულისხმება აქ თორე. იქ არის ნათქვამი, რომ თვინიერ დედებისა და ყრმებისა, ანუ დედებისა და ბავშვების გარეშე იყვნენ 5000 კაცი. და ამის შემდგომ ხალხი ეძებს მას. იქ ბევრი რაღაც იყო აღწერილი, ხან იქ მივიდნენ, ნახეს არ არის, იმ ნავსელოდებიან, სადაც უფალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იციან, რომ იქ არ ჩაჯდა, მარტო მოციქულები ჩასვდნენ და მოკლედ დიდი წვალების შემდეგ ხალხი მიაგნებს მაცხოვარს და უხარიათ. და უფალი ეუბნება, რომ თქვენო იმისთვის კი არ მეძებთო, რომ სასწაული იხილეთ. ანუ იმ სასწაულში რაიმე სულიერი რო დაინახეთ, იმიტომ კი არ მეძებთ. თქვენ იმიტომ მეძებთო, რომ პური ჭამეთო და გაძეხით. ამიტომ მეძებთ. და ეუბნება, რომ ეძებეთო არა საზრდელი წარსაწმედელიო, არამედ საზრდელი, რომელიც გიას ცხოვრებად საუკუნოდ. ანუ ხორციელი საზრდელი კი არ ეძებოთ, მე იმიტომ კი არ მეძებოთ, რომ ესე იგი ჩემგან რაიმე ხორციელი მიიღოთ. მე იმიტომ მეძებეთ, რომ სულიერი მიიღოთ იქიდან. და მაცხოვარი სხვაგან ამბობს სახარებაში, რომ ესე იგი პირველად სასუფეველი ეძებეთ და დანარჩენი ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. ყველაფერი მოგეცემათ, პირველად სასუფეველი ეძებეთ. აი, როდესაც ადამიანი არჩევანის წინაშე დგება და ეს შეიძლება ყოველდღიურად მოხდეს, დავუშვათ. შეიძლება ყოველკვირეულად მოხდეს. რომ დგება რაღაცა სულიერი გააკეთოს ახლა თუ ისევ ხორციელ საქმეს მიუბრუნდეს. და არაერთხელ მე პირადად აღმომიჩენია, რომ თუ სულიერი ამირჩევია, ხორციელიც კარგად ყოფილა და სულიერიც. თუ ყოფილა, რომ სული წამძლევს და მაინც იმ ხორციელზე ვფიქრობ, მაშინ ხედავ, რომ ის ხორციელი არ გამოდის და მანდაც ღმერთის მოწყალება ჩანს. იმიტომ რომ ამ ხორციელში შეიძლება ადამიანს ჩაეძინოს იმდენად, რომ სული დაავიწყდეს, რომ სულიერი ცხოვრება დაავიწყდეს. უფალი გვეუბნება, რომ ის საზრდელი ეძებეთ, რაც თქვენ სულს ჭირდება, მარადიულად რომ პურდებოდეს. აი როგორც და ეს რწმენა არის პირველ რიგში, იმიტომ რომ როგორ ეუბნება სამარიტელ დედაკაცს, რომ ვინც დალევსო ამ წყალსო, მას აღარ მასწურდებაო, არამედ ეს წყალიო თვითონ ამ ადამიანში წყაროს თვალად გადაიქცევა და იქიდან იდინებენ მარადიული სიცოცხლის მდინარეები. და ეს არის ყველაზე მეტად ადამიანმა რაც უნდა ეძებდეს. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებაში არ უნდა ვეძებდეთ იმას, რომ უფალო ეს მოგვეცი, უფალო ის მოგვეცი. აი, რამდენჯერ ყოფილა, რომ ადამიანს ხორციელი რაღაც უთხოვია, მაგრამ ძალიან იშვიათად, რომ რაღაცა სულიერი უთხოვია. არა და წმინდა წერილიდან ჩვენ უფალი გვეუბნება, რომ ვინც სულიერი ითხოვა, მას არც სულიერი არ მოაკლდა და არც ხორციელი. და მაგალითად მოყავს სოლომონ ბრძენი. შეხედეთო ველის შროშანებსა, რომლებიც ერთი დღის სცენარეები არიან, უნდა მოჭრან ისინი და მერე თონეში უნდა ჩაყაროს და დაიწონ. და სოლომონ ბრძენიც კი არ შემოსილავ ესე როგორც ეს სცენარეები, ანუ მეთი ამაზეც კი ზრუნავსო და როგორო თქვენზე არ იზრუნებს ადამიანებს ეუბნება. სოლომონ ბრძენის მაგალითი რატომ მოყავს? როდესაც მეფემ სოლომონი მეფედ იქნა დადგენილი, ღმერთმა კითხა, რომ რა გინდაო მთხოვეო, და მან თქვა, რომ უფალო, მეო ახალგაზრდა ვარო, გამოუცდელი ვარო და მომეციო გული გონიერი, სიბრძნე მომეციო, რომ ჩემზე მონდობილი ერი
შენთვის სათნოთ მწყემსო და უფალს მოეწონა მისი ასეთი განწყობა და უთხრა რომ რადგან შენ არ ითხოვეო არც სიმდიდრე, არც პატივი, არც წყვეთა სიმრავლე, არც ქონება, არაფერი, არც შენზე ბრძენი და არც შენზე მდიდარი ადამიანი არ იქნება შენ ცხოვრებაში. რატო? იმიტომ რომ მან სულიერი აირჩია და ხორციელიც მიიღო. ესეთი სიბრძნე ჰქონდა რომ ახლა წარმოიდგინეთ დღეს 1000 გვარი კამერები, 1000 გვარი საშუალება არსებობს იმის დადგენისა, რაც სოლომონ ბრძენმა უბრალოდ ღვთისგან მიცემული მადლით დაადგინა. რა მოხდა? ორმა ქალმა ერთდროულად იმშობიარა და ერთმა, როგორც ჩანს, ძილში ისე მოხდა, რომ დააწვა ამ ბავშვს და გაიგუდა ეს ბავშვი. და ხა ვისი ბავშვიც გარდაიცვალა, ის ამბობს, რომ ჩემიაო ეს შვილი. ახლა უბრალოდ დღევანდელი კი არა, მაშინდელი საუკუნეების წინანდელი გადასახედიდან შეხედე, რა უნდა გაიგო მართლა ვისი შვილია, რა დნმ-ის ანალიზს გავუკეთებ, თუ იქ სამშობიაროში ვიდეო კამერებია თუ რა ერი, როგორ უნდა გაიგო. და მიუყვანეს მეფეს სოლომონ ბრძენს, რა ვქნათ, ორივე ქალი ამბობს ჩემი შვილია და როგორ უნდა გაიგო ისი შვილია, პატარა ჩვილი ბავშვი, რო გაიზრდება შეხედავ და შეატყობ, რომ დაემგვანა ან არ დაემგვანა, არც დაემგვანა. სოლომონ ბრძენმა უთხრა, კარგიო, რადგან ეგრეაო, მოდი ეს ცოცხალი ბავშვიო შუაზე გავჭრათო და ერთი ნახევარი შენ წაიღე, მეორე შენო, მაშინ თუ ეგრეო. ერთმა თქვა კარგიო, მეორემ თქვა არა, ოღონდაც ცოცხალი დარჩესო და მაგას მიეცით. და სოლომონ ბრძენიც მიხვდა, რომ ისიც იყო ბავშვი, ვისაც უნდოდა რომ ცოცხალი დარჩენილი. მაგრამ საიდან ეს სიბრძნე თუ არა ღვთისაგან? ეს ჩვენთვის იულია ამაზე ვილაპარაკოთ და ეს თქვათ, რომ მან ესე თქვა და რა. კაცი იტყვის, ზოგჯერ ვიღაცა რაღაცას იტყვის და შენ ფიქრობ, რომ მაგას ხომ მეც ვიტყოდი, მაგრამ ვერ იტყოდი. ეგ მან რო თქვა, მე გონია რომ შენც იტყოდი, მაგრამ მაგას ვერ შეძლებოდა მაგის თქვა, შენ მანამდე იტყოდი. და იმიტომ ამბობ, რომ რაც იქ სოლომონ ბრძენმა თქვა, ესეთ რამეს ადამიანის გონება ვერ წარმოიდგენს, ეს თუ არა ღვთისაგან. და რატომ? იმიტომ რომ მას სულიერი ითხოვა და ღმერთმა მისცა ეს სულიერი. მაგრამ სხვა ვინც ხორციელის გამო სულიერი დათმო და გვერდზე გადადო, მან შეიძლება ორივე დაკარგოს. ხორციელიც და სულიერიც. ამიტომაც უფალი აყვედრის მათ და ამხილებს და ეუბნება, რომ თქვენ იმიტომ კი არ მეძებთ, რომ აქ რაღაცა სულიერი დაინახეთ. ანუ იქ ღმერთი უნდა დაენახათ მათ პური დაინახეს. ეგ არის პრობლემა. მათ ღმერთი უნდა დაენახათ, რომ 5 პურით 5000 კაცი როგორ შეიძლება დაპურდეს და მერე კიდე 12 გოდორი გაავსონ. და უფალმა უთხრა, რომ არ დარჩეს რამე, რო არ გაფუძნდესო, გაავსეთო ეს ტომრები, გოდრებიო და წავიღოთ. წარმოიდგინეთ, უფალი, რომელსაც შეუძლია 5 პურით 5000 კაცი დააპუროს, თქილობს, რომ არ გაფუძნდეს ის რაც დარჩა. მას კლავად შეუძლია იგივე გააკეთოს, მაგრამ ის იმაზე და ჩვენ ზოგჯერ ესე იგი გადავაქცევთ იმ საჭმელს, გადავყრით იმ პურებს, რაღაცა უდიერად ვექცევთ, ეს ცოდვაა. ჩვენ თუ ფიქრობთ, რომ ამე ზედმეტი გვაქვს და გადასაყრელია, ის ჩვენი კი არ არის, ის იმ გაჭირებულისაა, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ. გახსოვთ მამაპაისის წიგნი როა, მოხუცმა კაცმა, რომელსაც პატარა ბავშვი მიუვიდა სტუმრად, რა თქვა? თურმეო, დღეს უფრო დიდი თევზი რატო დავიჭირეო? ესე იგი, შენ უნდა მომსვლოდი სტუმრად. ის დამოკიდებულება როგორია? იმიტომ კი არ დავიჭირე უფრო დიდი თევზი, რომ მაგარი მეთევზე ვარ. არამედ ღმერთმა ეს იმიტომ დამაჭერინა, რომ იცოდა, რომ სტუმარი უნდა მომსვლოდა. ის რაც იმაზე დიდი იყო, მე რომ ჭირდებოდა, ის ჩემი კი აღარ არის. ის იმისაა, ვინც ღმერთმა გამომიგზავნა. ეგრე უნდა ფიქრობდეს კაცი. ხელფასი რომ მომემატა, იმას კი არ უნდა ფიქრობდე, რომ ეხლა უფრო როგორც ახარებაშია დავარღვიო ძველი ბეღლები და უფრო დიდები ავაშენო. არამედ იმაზე უნდა იფიქრო, იქნება ეს ვიღაც სხვისთვის არის, ვისაც ჭირდება. და ჩვენ რაღაცას ყვრით და ვაფუჭებთ, ის ჩვენი არ არის, ის ღვთისაა. მაგრამ ვისთვის მოქცა, ამაზეა დასაფიქრებელი.
ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფოთ. ქრისტე აღსდგა.